რატომ წამლით ვენახს კუპროზინით? სპილენძი არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ფუნგიციდი, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ეს იდეალური საშუალებაა მცენარის ინფიცირების შესაჩერებლად. იგი არგოს სოკოს ფერმენტულ და ცილოვან სისტემებს და პათოგენის უჯრედის მემბრანას და სუნთქვით პროცესებს. სპილენძი ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად უსაფრთხო და ტრადიციული პრეპარატი, ვის არ გამოუყენებია ბორდო და შაბიამანი. მეცნიერებმა მოახდინეს ამ ტრადიციული საშუალების მოდიფიკაცია და გერმანული კომპანია Kosako დღეს გვთავაზობს მიკროგრანულოვან სპილენძის ოქსიქლორიდს. კუპროზინი ისე როგორც სხვა სპილენძის ფუნგიციდები გამოიყენება მრავალ კულტურაში და მრავალ სხვადასხვა დაავადებებზე, ისეთი როგორც არის ჭრაქი, სიხუჭუჭე, ალტერნარიოზი, ფიტოფლორა და სხვა. კი, მაგრამ რითი განსხვავდება ის სხვა პრეპარატებისგან? პირველ რიგში უნდა ვახსენოთ თვითონ ფორმულა, ეს არის სპილენძის ოქსიქლორიდი. სწორედ ამიტომ მას აქვს ასეთი ღია მწვანე შეფერილობა და სპილენძის ოქსიქლორიდი უზრუნველყოფს უკეთეს მიწებების უნარს. ამავდროულად მას გააჩნია სპეციფიკური სპილენძის იონების გამოთავისუფლების სიჩქარე, რის გამოც მას აქვს ძლიერი ეფექტურობა და ხანგრძლივი მოქმედება. კუპროზინი დამუშავებულია მიკროგრანულოვან ფორმამდე. სწორედ ამიტომ მას აქვს ძალიან სწრაფი ხსნადობა და არტოვებს ნალექს. ამ უწვრილესი ნაწილაკების გამო პრეპარატი უკეთ ნაწილდება მცენარეზე, რის გამოც კუპროზინს აქვს ძალიან დაბალი დოზირება. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენ საიტს, სადაც არის პრეპარატის ბროშურა, გადმოწეროთ ის. ასევე შეგიძლიათ მოგწოროთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.